მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გამოსვლები ვართ ახალი იარაღის გასატესტად. გვაინტერესებს როგორი ბალისტიკა აქვს, სხვადასხვა ჩოკებით, სხვადასხვა ზომის საფანზე. გასროლა მოხდება 25 მეტრში. სტანდარტულად. სამიზნეს არის 6 გადამული ჩვეულებრივი თაბახის ფურცელი ზუსტი ზომები არ ვიცი. დავიწყოთ ტესტირება. მოკლედ პირველი გასროლა გვაქვს 30 გრამიანი 9 ნომერი, ესეთი ვაზნა. სრული ჩოკით. მანძილი 35 მეტრი. იარაღი არის Fire SLX 800. პირველი ნასროლი 30 გრამიანი 9 ნომერი კონტეინერით დავითვლი სათითაოდ აი ამ ნასროლს, თითოეულ მარცვალს და ჩავუმატებ ვიდეოში აუცილებლად. ხა გადავიდეთ შემდეგ სროლებზე. მეორე გასროლა მეგობრებო, იგივე ვაზნით. უკვე ჩოკი არის 0.5 მმ-იანი, იგივე ნახევარ ჩოკი. იარაღი Fire SLX 800. მესამე გასროლა მეგობრებო, რამიკტონის 36 გრამიანი 5 ნომერი. ჩანს კამერაში. სრული ჩოკით ისევ. მესამე გასროლა. მეოთხე გასროლა მეგობრებო, ისევ 5 ნომერი 36 გრამი რემიკტონის ვაზნა, ამჯერად 0.5 მმ-იანი ჩოკით, იგივე ნახევარ ჩოკით. ესეც უკვე მეხუთე გასროლის ჯერი მოვიდა. პირველი ნომერი 36 გრამი რემიკტონის ვაზნა. ისევ სრული ჩოკით. მეგობრებო, ეს არის უკვე ბოლო გასროლა. პირველი ნომერი ისევ 36 გრამი რემიკტონის 0.5 მმ-იანი ჩოკით. იარაღი Fire SLX 800, მანძილი 35 მეტრი. ესეც ბოლო მისროლა, პირველი ნომერი რემიკტონის 36 გრამიანი 0.5 მმ-იანი ჩოკით. აი ამ შედეგებს აუცილებლად დავითვლი სათითაოდ, არც ერთ მარცვალს არ გამოვტოვებ. ერთი შეხედვით რაც ჩანს, ყველა მისროლას აქვს ძალიან კარგი ცენტრი, ძალიან ძლიერი ცენტრი აქვს ყველას რა. სამი ზომებს ხედავთ, 6 თაბახის ფურცელი არის გადამული. მოკლედ შედეგები არის შემდეგნაირი, რომ ნებისმიერ ჩოკზე იძლევა ძალიან ძლიერ ცენტრს. ერთი შეხედვით რა. დანარჩენს უკვე დეტალურად სურათების სახით მოგაწვდით. უნდა გავტესტოთ 4-0 32 გრამი ამერიკული ჩოკებით. 4-0 32 გრამი სტოგერის 3500, X-ის ჩოკი 0.665 ინჩი შევიწროებით. 35 მეტრი მანძილი.
ესეთი შედეგი მოგცა ძლიერმა ჩოკმა 4-0 გლავპატრონის რუსული ვაზნა. იგივე ვაზნა 4-0 32 გრამი გლავპატრონის ჩოკი არის უკვე X-ფული, X-ის, ჰაი-ფლაიერი, მანძილი და ყველაფერი ზომები იგივე. მეორე ნასროლი უკვე X-ის X-ფულით 35 მეტრში. მომდევნო სროლა იგივე ვაზნა, ჩოკი არის უკვე X-ის ჰაი-ფლაიერი ფული. მესამე ნასროლი უკვე ფულ ჩოკით. მომდევნო სროლა უკვე შეიცვალა ჩოკი, დადგა კალსონის ჩოკი, 0.7 ინჩი შიდა დიამეტრი, ვაზნა იგივე. ესეც კალსონის სპორტული ჩოკის შედეგი. 710 ინჩი შიდა დიამეტრი. მეხუთე სროლა შეიცვალა ჩოკი, დადგა უკვე კალსონის სპორტული ჩოკი 0.7 ინჩი, ვაზნა იგივე, მანძილიც იგივე. ეს უკვე მეხუთე ნასროლი კალსონის 0.7 ინჩიანი ჩოკით. მომდევნო სროლა 4-0 38 გრამი გლავპატრონის. ჩოკი შეიცვალა, უკვე დადგა სტოგერის გარე ჩოკი ქართული 0.5 მმ-იანი. და შევატაროთ ამერიკული ჩოკებს შორის და ქართულ ჩოკს შორის ასხვაობა არის რეალურად. ესეც ბოლო ნასროლი. უნდა შევადაროთ ერთმანეთს ამერიკული ვინჩესტერის და ხორნადის ვაზნები X-ის ჩოკით, რომელიც არის ინდაურზე სანადიროდ და ამ ჩოკის შიდა დიამეტრი არის 0.665 ინჩი. პირველი სროლა ვინჩესტერის 4 ნომერი ჩოკი X-ის ინდაური სანადირო ჩოკი 0.665 ინჩი. პირველი ნასროლი ძალიან ძლიერი ცენტრით. სროლა მეორე ხორნადი 4 ნომერი. ესეც ხორნადის ნასროლი. შედეგებს აუცილებლად დავითვლი და ფოტომასალის სახით დავამატებ ვიდეოზე. დავითვალეთ შედეგები. ეს არის კონტეინერები, რომელთაც იყო დამხტული ეს ვაზნები და რა დღეში ჩააგდო X-ის ჩოკება. მარჯვნივ რომელიც არის, ეს არის ხორნადის კონტეინერი. აქვს ძალიან განსხვავებული კონტეინერი, განსხვავებული ტიპის. ეს არის უკვე ვინჩესტერის კონტეინერი და აი რა დღეში არის ისინი. არის ძალიან კარგად დამუშავებული X-ის ჩოკის მიერ. ამ ყველაფერს აკეთებს X-ის ჩაჭრილი პორტები, რომლის დახლის კუთხეც არის 135 გრადუსი. გამოსულები ვართ სასროლად, სატესტოდ. უნდა გავტესტოთ ამერიკული ვაზნები, ვინჩესტერის 4 ნომერი და ხორნადის 4 ნომერი. ორივე მათგანი განკუთვნილი არის ინდაურზე სანადიროდ. იარაღი სტოგერის 3500 76-იანი ლულით, ჩოკი, X-ი ჰაი-ფლაიერი X-ფული. სასროლი მანძილი იქნება სტანდარტად 35 მეტრი, ხოლო სამიზნე
ზომები ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გადაბმული არის ერთმანეთზე 12 ცალი თაბახის ფურცელი. პირველი სროლა Winchester-ის 4 ნომერი 76 მმ-იანი ვაზნა და იგივე 3 ინჩი. ესეთი შედეგი მოგვცა Winchester-ის 4 ნომერმა. აუცილებლად დაითვლება შედეგები ცალ-ცალკე. ეს ხა ვიდეოში იმდენად რეალურად აღქმადი არის, რამდენად სინამდვილეში რეალურად. და სპეციალურად ვისროლე ისეთი ჩოკით, რომელიც არ არის ინდაურზე გათვლილი და აი როგორი ძლიერი დაჯგუფება აქვს. ეხლა ვისროლოთ მეორე უკვე ხორნადის 4 ნომერი. მეორე სროლა უკვე ხორნადის 4 ნომერი. ეს არის უკვე ხორნადის ნასროლი. აქვს ძალიან კარგი განაწილება და ჯგუფი Winchester-ის ჯობდა. თუმცა ეს რომ გვესროლა ჩვენ რეალურად ინდაურის ჩოკით უკეთესი შედეგი იქნებოდა. თუმცა ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში Winchester-ის დაჯგუფება უკეთესია. მოგეხსენებათ, რომ ინდაურზე ნადირობისთვის უკეთესი დაჯგუფება არის პრიორიტეტული. ასე რომ თავის საქმეს უფრო უკეთესად თავს ართმევს ამ შემთხვევაში Winchester-ი. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავთვლით და შედეგები იქნება ვიდეოში. უნდა შევადაროთ ერთმანეთს ამერიკული Winchester-ის და ხორნადის ვაზნები კიქსის ჩოკით, რომელიც არის ინდაურზე სანადიროდ და ამ ჩოკის შიდა დიამეტრი არის 0.665 ინჩი. პირველი სროლა Winchester-ის 4 ნომერი ჩოკი X-ის და ინდაურის სანადირო ჩოკი 0.665 ინჩი. პირველი ნასროლი ძალიან ძლიერი ცენტრით. სროლა მეორე ხორნადი 4 ნომერი. ესეც ხორნადის ნასროლი. შედეგებს აუცილებლად დავითვლი და ფოტომასალის სახით დავამატებ ვიდეოზე. დავითვალეთ შედეგები. ეს არის კონტეინერები, რომელთაც იყო დამოხტული ეს ვაზნები და რადღისი ჩააგდო კიქსის ჩოკება. მარჯვნივ რომელიც არის, ეს არის ხორნადის კონტეინერი. აქვს ძალიან განსხვავებული კონტეინერი, განსხვავებული ტიპის. ეს არის უკვე Winchester-ის კონტეინერი და აი რადღისი არის ისინი. არის ძალიან კარგად დამუშავებული კიქსის ჩოკის მიერ. ამ ყველაფერს აკეთებს კიქსის ჩაჭრილი პორტები, რომლის დახლის კუთხეც არის 135 გრადუსი. დღეს გამოსულები ვართ სასროლად, გვაინტერესებს Fire SLX 800 როგორ დაალაგებს კონკრეტულად ამ ტყვიებს. ტყვიები არის ბაშიერის თრილშოქი 32 გრამი. ამ ტყვიების სროლა დაშვებული არის როგორც ცილინდრით, ასევე სროლი ჩოკით. წარწერა არის უშუალოდ ამ ტყუის შეფუთვაზე. დაშვებული არის გროვილულით. სროლი ჩოკის ჩათვლით. ამ ტყვიების სროლა არ შეიძლება ძველი თოფებიდან და არ შეიძლება ისეთი თოფიდან, რომელიც არ არის კარგ მდგომარეობაში. მაგალითად, ჩამკეტები არ უარგა, მორყეულია, ლულები დაჟანგული შიგნიდან და ასე შემდეგ. უნდა იყოს იარაღი კარგ მდგომარეობაში და ამ შემთხვევაში დასაშვებია ამ ტყვიების სროლა. ვისვრით ბაშიერის თრილშოქს, ჩოკი გვიყენია 3 წრილიანი, იგივე 0.5 მმ-იანი ნახევარ ჩოკი. მარტივი 15 მეტრი.
და ბოლო მესამე გასროლა. ვისროლეთ უკვე თრილშოკები 35 მეტრიდან, აი დააკვირდით მასშტაბს, აი ცენტრში არის ყველა მოხვედრილი თითქმის რა. ძალიან კარგად აქვს დამუშავებული ეს ვაზნა SLX 800 სამჭრილიანი ჩოკით, იგივე ნახევარ ჩოკით და ახლობით დაშორება იქნება, აი კოლოფი მივადეთ, მასშტაბი რომ წარმოიდგინოთ რა. ზევითქვევით მეაქვს ოდნავ, ეს დამიზნების ტექნიკის ამბავია. მოკლედ იდეალური ნასროლია, მშვენიერი და შეგახსენებთ რომ იარაღის ლულის შიდა დიამეტრი არის 18.4. ეს ვაპირებ ფაილის გატესტვას, გვაინტერესებს ყველა ჩოკზე როგორ მუშაობს, კონკრეტულად 4.0-32 გრამი. პირველი სროლა იქნება ცილინდრით და უკვე შევავიწროებთ ჩოკებს. მანძილი არის 14 მეტრი. პირველი სროლა ცილინდრით. პირველი სროლა ცილინდრით. ესეთი შედეგი მივიღეთ. მომდევნო სროლა 0.25 მმ-იანი ჩოკით, იგივე ვაზნით. ესეც მეორე ნასროლი. 4 ჭრილიანი ჩოკით. მესამე სროლა უკვე 0.5 მმ-იანი ჩოკით, იგივე 3 ჭრილიანით, ვაზნა იგივე. მესამე ნასროლი 0.5 მმ-იანი ჩოკით. მეოთხე სროლა უკვე 0.75 მმ-იანი ჩოკით, იგივე 2 ჭრილიანით. მმ-იანი ჩოკით ნასროლი, იგივე 2 ჭრილიანით. უძლიერესი ცენტრით. მომდევნო გასროლა სრული ჩოკით, იგივე 1 ჭრილიანი ჩოკით. ესეც სრული ჩოკით ნასროლი, ამასაც ძალიან კარგი ცენტრი აქვს. რეალურად უფრო კარგად აღიქმება ვიდრე ვიდეოში და ფოტოებში. შეიცვალა ჩოკები, დადგა გარე ჩოკები. ამ მოდელს მოყვება 2 გარე ჩოკი, სრული ჩოკი და ნახევარ ჩოკი, რომელიც ლულას აგრძელებს დაახლოებით 6 სანტიმეტრით და ვისროლოთ უკვე ეხა გარე ჩოკით, 3 ჭრილიანით, იგივე ნახევარ ჩოკით. ესეც გარე ჩოკით ნასროლი 0.5 მმ-იანი ჩოკი. მომდევნო სროლა გარე ჩოკით, გარე სრული ჩოკით. ესეც გარე სრული ჩოკით ნასროლი. იყო ბოლო გასროლა უკვე ამ ვაზნის, ესე იგი ვაზნა იყო 32 გრამიანი 4.0 კლავ-პატრონის კონტეინერიანი ვაზნა. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გაჩვენოთ სტოგერი M3000 ბეკასი, თუ რა მოყვება მას კომპლექტაციაში და მისი ტექნიკური მახასიათებლები. ასე გამოიყურება ეს თოფი ქარხნულ შეფუთვაში,
განსაკუთრებული არაფერი არ მოყვება. ხედავთ სასროლ ჩოკებს, მოყვება 3 სასროლი ჩოკი, სრული ჩოკი, იგივე ერთჭრილიანი, ნახევარ ჩოკი, იგივე სამჭრილიანი და მოყვება 9-ხნიანი ჩოკი პარადოქსი. ასევე მოყვება კონდახის დახრის სარეგულირო ფირფიტები, მფლობელი სახელმძღვანელო და საგარანტიო ბარათი. იარაღი გამოიყურება აწყობილ მდგომარეობაში. აი ასე. ახლა გადავიდეთ უშუალოდ იარაღის ტექნიკურ მონაცემებზე. იარაღი აღჭურვილი არის, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ინერციული სისტემით. ლულის სიგრძე არის 66 სანტიმეტრი, ხოლო იარაღის თლიანი სიგრძე არის 121 სანტიმეტრი. ჭიჭი მიდის 5 ვაზნა, 1 ლულაში, ჯამში არის 5+1 სტანდარტული ვაზნების შემთხვევაში. საუბარია 70 მმ-იან ვაზნებზე. იარაღის წონა არის 3 კილო და 150 გრამი. განკუთვნილი არის ეს იარაღი წყერზე სანადიროდ, ტყის ქათამზე სანადიროდ, მოკლედ სატარებელი იარაღი არის, შედარებით მსუბუქია. და რაც ყველაზე საინტერესოა, ამ იარაღს მოყვება 9-ხნიანი ჩოკი, რომლის გამოყენებაც ჩვენ შეგვიძლია როგორც საპოტური ტყვიებში, ასევე ამ ჩოკიდან შესაძლებელია გამოვიყენოთ ჩვენ საფანტი და იძლევა იგივე ეფექტს, რასაც იძლევა დისპერსანტი და საფანტს შლის ახლოში. ჯერჯერობით ეს იარაღი არ მისვრია, მაინტერესებს თუ რას იზრდოს ეს ჩოკი უშუალოდ საპოტურ ტყვიებში. აი ჩანს ვიდეოში მისი ხრახნები. ჩოკის სიგრძე დაახლოებით არის 7 სანტიმეტრი. ლულიდან გამოდის დაახლოებით 2 სანტიმეტრამდე და როდესაც ეს ჩოკი არის ლულაზე, დაახლოებით 68 სანტიმეტრი არის მთლიანად ლულის სიგრძე. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გაჩვენოთ თუ როგორ დავაყენოთ იარაღის სასხლეტ მექანიზმზე ბოქლომის სწორად, რადგან არ მოხდეს უნებლიე გასროლა. ძალიან ბევრი ამ ბოქლომს აყენებს უკუღმა, რაც არის საფრთხის შემცველი, რომ მოხდეს უნებლიე გასროლა. ბევრი არ უკვირდება, აი ამ ბოქლომებს აქვს ორივე მხარეს აი ესეთი ჩაჭრილი რკალი, რომელიც აფიქსირებს აი ამ ბოქლომს სასხლეტ მექანიზმზე, რომ მან არ იმოძრაოს წინ და უკან. და ძალიან ბევრი აი ამას აყენებს უკუღმა, აი ესეთ მდგომარეობაში, რის შედეგადაც ბოქლომი მოძრაობს წინ და უკან. ეს რკალი უნდა იყოს სასხლეტი მექანიზმის წინა მხარეს მოთავსებული. აი ესეთ მდგომარეობაში. ამის შემდეგ სასხლეტი მექანიზმი არის მჭიდროდ დამაგრებული იარაღზე და აქედან უკვე ვერანაირად ვერ მოხდება გასროლა, რადგან ეს არის დაფიქსირებული მჭიდროდ და არ მოძრაობს წინ და უკან. აი ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, ნახეთ დააკვირდით ამ ადგილებს, აი ესეთ მდგომარეობაში უნდა იყოს იარაღის ბოქლომი და სასხლეტ დამცემი მექანიზმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იმოძრავებს წინ და უკან და შესაძლებელია მოხდეს უნებლიე გასროლა. იჟო 38, 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა, სრული ჩოკით. ჩერჩილი 818 მოდელი 32 გრამი 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა.
ეს შედეგი დაფიქსირდა. საბიზნეს ზომა არის თაბახის ფურცელი A4. ისე იგი ჩერჩილმა მიიტანა 71 მარცვალი, ხოლო იჟომ 18-მა მიიტანა 76 მარცვალი სამიზნეზე. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავიკებთ Stoger M300 BKS მოდელს 66-იანი ლულით. ტესტირება მოხდება თავის ჩოკებში. ეს არის 1 ჭრილიანი ჩოკი, 3 ჭრილიანი და გარე 4 ჭრილიანი ჩოკი. ასევე გავისვრით Kixis ჩოკითაც. რომ ვნახოთ რეალურად სხვაობა ახალ ჩოკებსა და ამერიკულ ჩოკებს შორის. პირველი გასროლა იქნება წვრილი საფანტით 9 ნომერი 30 გრამი ვაზნა კონტეინერით. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი არის გადამული ერთმანეთზე, მანძილი არის 35 მეტრი. პირველი ნასროლი გარი 4 ჭრილიანი ჩოკით 30 გრამი 9 ნომერი. მეორე სროლა უკვე შევცვალეთ ჩოკი. პირველი გასროლა მოხდა 4 ჭრილიანი გარე ჩოკით, ეხლა დავაყენეთ უკვე 3 ჭრილიანი შიდა სტანდარტული ჩოკი, ვისვრით იგივე ვაზნას. ეს არის მეორე ნასროლი. მესამე სროლა უკვე შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ სრული ჩოკი, ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც მესამე ნასროლი სრული ჩოკით. შევცვალეთ ჩოკი, დავაყენეთ უკვე Kixis ჩოკი 0.665 გამომავალი არხის ზომით. ესეც Kixit ნასროლი. ამით დავასრულეთ წვრილი საფანტის სროლა. ახლა ვისვრით მსხვილ საფანტს. ვიწყებთ უკვე მსხვილი საფანტის სროლას. ჩოკი არის Kixis 0.665 ინჩი გამომავალი არხით. ვაზნა არის კლავპატრონის 4.0 გრამი. ესეც მსხვილი საფანტი პირველი სროლა. Kixis ჩოკით. მეორე სროლა უკვე მსხვილი საფანტის შეიცვალა ჩოკი, დადგა ქართული სტანდარტული სრული ჩოკი. ესეც სრული ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ ქართული სტანდარტული 3 ჭრილიანი იგივე ნახევარ ჩოკი. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ გარე 4 ჭრილიანი ჩოკი, ვისვრით 32 გრამ კლავპატრონის 4.0 ვაზნა. ესეც ბოლო გასროლა უკვე კლავპატრონის ვაზნის 0.25 მმ-იანი გარე ჩოკით. ესეთი შედეგი მივიღეთ, მოკლედ ეს თოფი ისვრის აი ასე დაახლოებით. ტესტირება არ არის მაღალი დონის, არ არის პროფესიონალური, რა თქმა უნდა, თუმცა საერთო ჯამში, საერთო სურათს მიახლოებით მაინც დაინახავთ. დასკვნები თავად გააკეთეთ, მოგწონთ, არ მოგწონთ და ასე შემდეგ. კარგად გრძანდებოდეთ. მოგესალმებით მეგობრებო, გვაქვს ესეთი ძველებური IJ 58, რომელსაც ვისვრით სამიზნეზე,
გვაქვს LA-ის 4 ნომერი 34 გრამი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი გადაბმული ერთმანეთზე, ხოლო სამიზნე მანძილი არის 35 მეტრი. ვისრუით სრული ჩოკით. ესეც I-58-ის ნასროლი, სრული ჩოკით, 4 ნომერი, LA-ის ვაზნა 35 მეტრიდან. სამიზნეს ზომები არის 6 ცალი თაბახის ფურცელი გადაბმული, სამიზნეს მოხვდა 198 მარცვალი. ვაზნა იყო კონტეინერიანი. ესე იგი პირველი ვისროლეთ უკვე I-58, 4 ნომერი, LA-ის ვაზნით, ეხლა ვისვრით Fire SLX-800, იგივე ვაზნით, იგივე მანძილი, იგივე სამიზნეს ზომები, ესეც სრული ჩოკით. ესეც უკვე Fire-ის ნასროლი, სრული ჩოკით 4 ნომერი 34 გრამი. მიიტანა 214 მარცვალი. მოკლედ ვისროლეთ ორივე თოფი, ნახეთ გადანაწილება და მიიტანა, ეხა ვაჯიბრეთ ჭრაზე. ვაზნა არის იგივე 4 ნომერი LA-ის 34 გრამი. სროლა ისევ სრული ჩოკით. პირველი გასროლა არის I-58. ტესტირება ჭრაზე, ესე იგი მეორე სროლა, ვისროლეთ უკვე I-58, ეხლა ვისვრით Fires, 4 ნომერი, 34 გრამი, LA-ის ვაზნა, სრული ჩოკით. ტესტირება ჭრაზე მოხდა თაბახის ფურცლების მთლიან შეკრაზე, ვესროლეთ ორივე გვერდიდან. პირველი ნასროლი I-58, ხოლო მეორე ნასროლი არის უკვე Fire SLX-800. ესე იგი მოხდა დაზიანებული ფურცლების დათვლა, ესე იგი Fire-მა დააზიანა 93 ფურცელი, ხოლო I-58-მა დააზიანა და გახვრიტა 83 გვერდი, 83 ფურცელი უпростоრად. ეს არის საბოლოო შედეგი, დასკვნები თავად გააკეთეთ. შესაძლოა და აბსოლუტურად რეალურია, რომ სხვადასხვა ვაზნებზე იარაღი მაჩვენონ სხვადასხვანაირი შედეგი, ასე რომ ამ კონკრეტულ ვაზნაზე უკეთესად იმუშავა Fire-მა, ხოლო ნებისმიერ სხვა ტიპის ვაზნაზე შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს მაჩვენებლები. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღოთ Stoeger M3000 V2 მოდელი. მოკლედ, იარაღი არის თურქული წარმოების და არის ინერციული სისტემით აღჭურვილი. დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებული არის მილურ მჭიდზე, ხოლო ზოგიერთ ნახევრადავტომატურ იარაღს ინერციულს დამაბრუნებელი ზამბარა მოთავსებული აქვს კონტაქტში დაახლოებით აი ამ ადგილზე. ამ კონკრეტულ იარაღს ლულის სიგრძე არის 71 სანტიმეტრი, ბერეტა ბენელი მობაილ ტიპის 4 საცვლელი ჩოკი მოყვება, სრული ჩოკი, ნახევარ ჩოკი, გაძლიერებული ცილინდრი და ცილინდრი. ლულის შიდა დიამეტრი არის 18.4-დან 18.5-მდე და ეს ლულები გათვლილი არის ასევე ფოლადის საფანზე. ლულა ქარხნულად იტესტება 1370 ბარზე. ესე იგი, წინა თაობისგან განსხვავებით, ანუ Stoeger M3000-ისგან განსხვავებით, ამ იარაღს გაუმჯობესებული აქვს ერგონომიკა, კონდახის ამორტიზატორი, ასევე დამატებული აქვს მორეზინებული სალოყე და ფორმებში გამოყვანილი არის უფრო და ერგონომიული არის აი ეს ტიპჟირი.
საერთო ამბავში იარაღი არის ბევრად ერგონომიული, ვიდრე პირველი თაობა. ასევე იარაღს დამატებული აქვს გამშვები ღილაკი უფრო განიერი და უფრო მასიური და უფრო ფართე არის ასევე აი ეს სახელური, რომელსაც ხდება იარაღის გადატენა. იარაღს პრინციპში მეტი არც არაფერი მოყვება კომპლექტაციაში, მოსდევს მხოლოდ 4 საცვლელი ჩოკი, ზოგ შემთხვევაში მოსდევს მას ქარხნულად 3 საცვლელი ჩოკი. მეტი პრინციპში არც არაფერი, ის არის კარდონის ყუთით, მას არ მოყვება პლასმასის кейსი და პრინციპში თქვენ ყიდულობთ მხოლოდ იარაღს მაღაზიაში და მას არ მოსდევს სხვა დამატებითი აქსესუარები გარდა ჩოკებისა. ახლა გადავიდეთ სროლის ნაწილზე. პირველი სროლა 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა, სტოგერი M3000 71-იანი ლულით, სრული ჩოკით. 3 ზნემდე მანძილი 35 მეტრი, გადამული არის 6 თაბახის ფურცელი აუთრი ფორმატის და ვისვრით. ესეც პირველი ნასროლი სტოგერით სრული ჩოკი, 32 გრამი 7 ნომერი უკონტეინერო. ვისვრით მეორეჯერ უკვე შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 0.5 მმ-იანი ჩოკი. ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც ნახევარ ჩოკით ნასროლი 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 4 ჭრილიანი, იგივე 0.25-იანი ჩოკი. ვაზნა 7 ნომერი უკონტეინერო, მანძილი 35 მეტრი. ესეც 0.25-იანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ცილინდრი, ვისვრით, მანძილი 3 მეტრის ომები და ვაზნა იგივე, 7 ნომერი უკონტეინერო. ესეც ცილინდრის შედეგი, სტოგერი M3000 V2. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ამერიკული კიქსის ჩოკი. 0.665 ინჩი გამომავალი ზომით. ვაზნა იგივე, მანძილი იგივე, 7 ნომერი უკონტეინერო 32 გრამი. ესეც ამერიკული კიქსის ნასროლი, აქვს ძალიან მჭიდრო დაჯგუფება წინა ჩოკებთან შედარებით. ვისვრით უკვე სრულ საფანს 4.0 32 გრამი კონტეინერიანი გლავაპატრონის ვაზნა. ჩოკი არის ამერიკული კიქსის 0.665 გამომავალი ზომით. ესეც 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა კიქსის ჩოკით. 0.665 ინჩი გამომავალი ზომით. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე სრული ჩოკი, თავისი სტანდარტული 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. სრული ჩოკით ნასროლი. ოდნავ აღლა მომივიდა სროლა, თუმცა დაჯგუფება კარგი აქვს. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე 0.5 მმ-იანი ჩოკი, ვისვრით იგივე ვაზნას 32 გრამი გლავაპატრონის 4.0 კონტეინერიანი ვაზნა. ესეც 0.5 მმ-იანი ჩოკით ნასროლი.
შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 0.25 მმ-იანი ჩოკი, იგივე 4 ჭრილიანი. ესეც 0.25 მმ-იანი ჩოკით ნასროლი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ცილინდრი 32 გრამი, 4.0 კლაპოტრონის კონტეინერიანი ვაზნი. ესეც ცილინდრის შედეგი. აი ასე გადაანაწილა სამიზნეზე ცილინდრმა 4.0 32 გრამი კლაპოტრონის კონტეინერიანი ვაზნა. ახლა ვისვრით 12 მაცვლიან ფინდის ბაშიერის მოსპილენძებული ვერსია 46 გრამი. ჩოკი არის ცილინდრი. ეს არის ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხის შედეგი. 12 მარცვლიდან სამიზნეზე მიიტანა 1 2 3 4 5 6 7 მარცვალი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი A4 ფორმატის თაბახის ფურცელი გადამული ერთმანეთზე. ესე იგი შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ Kix-ის Highflyer X ფული. ვისვრით ბაშიერის 12 მარცვლიან ფინდის 45 გრამი იგივე ვაზნა, რაც ვისაუბრეთ ცილინდრით და ვნახოთ რა სხვაობა იქნება ცილინდრის ნასროლსა და Kix-ის ნასროლს შორის. ესეც Kix-ის Highflyer X ფულით ნასროლი, Stoeger M3000 V2 71-იანი ლულა. შედეგი არის იდეალური, ცენტრიც არის კარგად და მოხვედრილი არის 12-ვე მარცვალი სამიზნეზე. დავსკვნებით თავად გააკეთეთ, იერახთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღებთ აი ამ შვენიერ სანადირო თოფს, რომელიც არის აკარ ჩერჩილი 812 მოდელი. იარაღი დამზადებული არის თურქეთში და ის არის 12 კალიბრიანი ლულების ვერტიკალური განლაგებით. მისი ლულები ქარხნულად იტესტება 1370 ბარ წნევაზე და გათვლილი არის, რა თქმა უნდა, ფოლადის საფანძეც. ფოლადის საფანტისთვის აუცილებელი არის ცილინდრი, გაუმჯობესებული ცილინდრი და ნახევარ ჩოკი. კატეგორიულად აკრძალული არის ქარხნულად, აი ამ იარაღით, სრული ჩოკით და გაუმჯობესებული ნახევარ ჩოკით ფოლადის საფანტის სროლა. სავაზნე არის მაგნუმი 76 მმ-იანი, ხოლო ლულის შიდა არხის ზომა არის 18.4 მმ. ამ თოფს ქარხნულად მოყვება 5 სასვლელი ჩოკი Browning Invector Plus-ის სტანდარტი და არის აი ესეთ ლამაზ ჩოკების ყუთში მოთავსებული, რომელშიც თან არის მოთავსებული ასევე ჩოკების გასაღები. 3 ჩოკი ყუთში, ხოლო 2 ჩოკი არის ლულებზე განლაგებული. მას აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა, ხოლო შუა თამასა არ არის ვენტილირებადი. ასევე მირჩილული არის საღვედე ლულაზე. იარაღი აღჭურვილი არის ეჯექტორებით და აქვს აი ესეთი ჩამკეტი სისტემა. იარაღის სასლოტ მექანიზმი არის სელექტორული პრინციპით მუშაობს, აქვს ერთი სასლოტი მექანიზმი, რომელიცაც ჩვენ ვისვრით როგორც ზედა, ისე ქვედა ლულას და ამ ყველაფერს ვაკონტროლებთ სელექტორით, რომელიც ინტეგრირებული არის მცველთან ერთად. იარაღს მოყვება ასევე ძალიან
ლამაზი და ხარისხიანი წინდები, რომელიც უზრუნველყოფს იარაღის დაცვას, გადატანისა და ტრანსპორტირების დროს. ისე რომ იარაღი არ დაიკაწროს და რაიმე ზედმეტი მექანიკური ზემოქმედება არ მოხდეს იარაღზე. იარაღის კომპლექტაციაში არ მოყვება, თუმცა აუცილებელი არის ესეთი ფუჭი ცარიელი დაზამბარებული მასრები, რომ იარაღი არ იყოს ფეხზე შეყენებული და ნემსების დაშვება მოხდეს აი ამ ფუჭი ვაზნების დახმარებით. იარაღს ასევე კომპლექტაციაში მოყვება ესეთი მშვენიერი ულამაზესი кейსი, რომელიც გამოიყურება ძალიან სიმპათიურად და ძალიან ლამაზად. ესეთი მშვენიერი ჩანთა кейსი არის მაღალი ხარისხის. იარაღის საშუალო ფასი არის დაახლოებით 1900-დან 2200 ლარამდე და საკმაოდ ესეთი მისაღები ფასი არის. ხოლო რაც შეეხება იარაღის წონას, იარაღი არის ძალიან მსუბუქი. ეს კონკრეტული ვერსია არის 71 სანტიმეტრიანი ლულით. რესივერი არის ფოლადის და არ არის ერგალის და ამ იარაღის წონა არის 3 კილოგრამი და 150 გრამი, რაც არის ძალიან მსუბუქი. თავის კონკურენტთან შედარებით მხედველობაში მაქვს ATSP. ჩემი კონკრეტული ATSP არის 3 კილოგრამი და 520 გრამი. მასთან შედარებით საკმაოდ მსუბუქია და დაბალანსებული იარაღი არის აკარ ჩერჩილი 812 მოდელი. ჩერჩილი 812 მოდელი ვისვრით უკვე 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. მანძილი არის 35 მეტრი, შამის ზომები არის 6 წელი, თავახის უცელი გადამული. ჩოკი არის სრული, იგივე ერჭრილია. ესეთ ჩერჩილის პირველი ნასროლი, ოდნავ მარცხნივ მომიწია სროლა, ეს ჩემბრალია, მაგრამ დაჯგუფება აქვს ძალიან ძლიერი და ძალიან კარგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ორჭრილიანი, იგივე 0.75 მმ-იანი ჩოკი. ვაზნა და მანძილი იგივე. ესეც ორჭრილიანი ჩოკით ნასროლი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე სამჭრილიანი, იგივე 0.5 მმ-იანი ჩოკი, ვისვრით, მანძილი და თავის ზომები იგივე. ესეც სამჭრილიანი ჩოკის შედეგი. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ 4 ჭრილიანი, იგივე 0.25 მმ-იანი ჩოკი. ესეც 4 ჭრილიანი ჩოკის შედეგი, მთლიანად დაფარული არის სამიზნე. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე ცილინდრი, იგივე 5 ჭრილიანი ჩოკი. ესეც ბოლო ნასროლი, ჩერჩილი 812-ით, 5 ჭრილიანი ჩოკი, 7 ნომერი 32 გრამის საფანტი. ჩერჩილი 812 მოდელი, ვისვრით ტყვიებს, ჩოკი არის ცილინდრი.
ესეც სალიტყვის შედეგი Churchill 812 ჩოკით ცილინდრი. აი აქ ამ ადგილში ტყვია-ტყვიაში მოხდა, ხოლო დაშორება, რომ წარმოვიდგინოთ, არის დაახლოებით მასშტაბი აი ესე. ეს არის ჩოკების კუთი და ჩოკების კუთთან შედარებით დაახლოებით მაქსიმალური დაშორება იქნება ტყვიასა და ტყვიას შორის 10 სანტიმეტრი. რაც არის შვენიერი იდეალური შედეგი. ესე იგი მოვდანოს სროლა ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხი მოსპილენძებული ვერსია 45 გრამი. ჩოკი არის ცილინდრი. ესეც ფინდიხი Churchill 812-დან ნასროლი ცილინდრით 3 დღეს მოხდა 1 2 3 4 5 6 7 8 მარცვალი 12-დან. ცენტრი იდეალურად არის აღებული და იდეალურად არის გადანაწილებული. მოკლედ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ნასროლი არის ძალიან კარგი. დასკვნები თავად გააკეთეთ იარაღთან დაკავშირებით, ვაზნებთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში ეს ტოპი მიახლოებით ისვრის აი ასე. ტესტი რა თქმა უნდა არ არის მაღალი დონის, მაგრამ საერთო ჯამში წარმოდგენას შეგიქმნით ამ იარაღზე თუ როგორ ისვრის. კარგად გრძანდებოდეთ. მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გადავიღოთ მორიგი თურქული სანადირო ტოპი, რომელიც არის SAR-სილმაზი SAW700 მოდელი. იარაღი არის ნახევრად ავტომატური, აირებით ტენვადი მექანიზმით აღჭურვილი. იარაღის კალიბრი არის 12-76. ეს ნიშნავს, რომ იარაღი არის მაგნუმი. მისი ლულა არის 71 სანტიმეტრიანი. ლულის შიდა არხი არის 18.4 მილიმეტრი. ეს ლულა იტესტება 1370 ბარწნევაზე და ეს ლულა აღჭურვილია Beretta Benelli Mobile ტიპის ჩოკებით, რომელიც არის 51 მილიმეტრი სიგრძეში. იარაღს აქვს ლატუნის შუქშემკრები და იარაღი არის 4+1. დამაბრუნებელი ზამბარა, რა თქმა უნდა, იარაღზე მოთავსებული არის წი მილურჭიძე, ხოლო პორშინი აქვს მას ერთი, განსხვავებით არასაფენომასგან, რომელსაც აქვს ორი პორშინი. აი ამ კონკრეტულ მოდელზე ერთ პორშინში გაერთიანებულია როგორც დაბალი მუხტის ვაზნების გასროლის შესაძლებლობა, ასევე მაღალი წნევის, ანუ მაგნუმ ვაზნების სროლის შესაძლებლობა, ოღონდ თუ ჩვენ ვისვრით დაბალი მუხტის ვაზნებს დაახლოებით 36 გრამამდე, უნდა გვეყენოს ეს პორშინი ასეთ პოზიციაში, ხოლო თუ ვისვრით ჩვენ მაგნუმ ვაზნებს და მაღალი წნევის ვაზნებს, ეს პორშინი უნდა შევატრიალოთ და ისრით უნდა იყურებოდეს მარჯვენა მხარეს. სულ ეს იყო მეგობრებო. პრინციპში მეტი არც არაფერი არის განსახილველი. დანარჩენს უკვე შემოგთავაზებთ საველე პირობებში იარაღის სროლის ვიდეოს. მოკლედ დღეს გვაქვს ესეთი იარაღი, SAR-სილმაზი SA700, გაზიტენვადი იარაღი, 12-76 კალიბრი, 71 სანტიმეტრიანი ლულით. ვისვრით საფანს სამიზნეზე მანძილი არის 35 მეტრი, საბიზნის ზომა არის 6 წალი თაბაკის ფურცელი გადამული. ესე იგი პირველი სროლა არის 7 ნომერი, 32 გრამი, ჩოკი არის 5 ჭრილიანი იგივე ცილინდრი. პირველი ნასროლი SAR-სილმაზით 32 გრამი, 7 ნომერი, უკონტეინერო ვაზნა ნასროლია ცილინდრით, ლულის სიგრძე 71 სანტიმეტრი. ცილინდრი ვისვრით უკვე ბაშიერის 12 მარცვლიან ფინდიხს 45 გრამი.
ესეც მეორე ნაცროლის არსილმაზით ფინდიხი 12 მარცვლიანი ბაშიერის 45 გრამი. აი ესეთი შედეგი მოგცა. აი ამ ვაზნამ ამ იარაღზე ცილინდრით. ესე იგი სარსილმაზი გვაქვს ისევ, ჩოკით ცილინდრი, ვისრით უკვე ტყვიებს. აი ესეთ სარსილმაზის შედეგი, ვისროლით ტყვია ცილინდრით. სამივე ტყვია მოხვედრილი არის ერთი და იგივე სივრცეში. იდეალურად არის დაჯგუფებული, უბრალოდ ეს უკვე დამიზნების ტექნიკის ამბავია, უმიზნებდი შვაში. ეს არის ჩემი ბრალი, რომ ოდნავ მაღლა წაიღო, თორემ როგორც ასეთი იარაღს აქვს იდეალურად დაჯგუფებული ცალი ტყვიები. აი, მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით 6 სანტიმეტრი დიამეტრში ჩაეტევა, მოთავსდება აი ეს სამი ნასროლი ტყვია. ტყვიას ისვრის იდეალურად, ასე რომ ვთქვათ. სარსილმაზი შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ კიქსის 665 ინჩიანი ჩოკი. სამწუხაროდ ამ იარაღზე ქართული ჩოკები მეტი არ გვაქვს ამ მომენტში. ვისვრით, ესე იგი კიქსით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა, იგივე ვაზნა რაც ეხლა მისროლეთ ცილინდრით და ვნახოთ რა სხვაობა იქნება. ესეც სარსილმაზით ნასროლი კიქსის ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ჩოკის გამომავალი არხის ზომა არის 2.65 ინჩი. აი იდეალურად არის დაჯგუფებული. ძალიან მაგრად მუშაობს კიქსი, აი სტოგერზეც, ატაზეც და აი სარსილმაზეც მეტი რა უნდა ქნას არ ვიცი. ძალიან კარგი შედეგი არის. შეიცვალა ჩოკი, დავაყენეთ უკვე კიქსის Highflyer X Full-ი, ვისრით ბაშიერის 12 მარცვლიან 55 გრამიან ფინდიხს. ესეც სარსილმაზით ნასროლი 45 გრამიანი ბაშიერის 12 მარცვლიანი ფინდიხი კიქსის ჩოკით, კიქსი Highflyer X Full-ით. აი იდეალურად არის ნასროლი, იდეალურად არის ცენტრი აღებული. ძალიან მაგარ შედეგებს დევს კიქსის ჩოკები. თავის სტანდარტულ ჩოკებთან შედარებით. მოკლედ ეს იყო ბოლო ნასროლი. შეფასებები თავად გააკეთეთ. ამ თოფთან დაკავშირებით, ჩოკებთან დაკავშირებით და ვაზნებთან დაკავშირებით. კარგად ბრძანდებოდეთ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გადავიღოთ მორიგი სანადირო თოფი. ეს არის Huglo 201A მოდელი. ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. კონკრეტულად ამ იარაღის ლულების სიგრძე არის 76 სანტიმეტრი, კალიბრი 12-76, იგივე მაგნუმ კალიბრია. იარაღი არის ძალიან ლამაზი და დახვეწილი ვიზუალურად. მას ამშვენებს ესეთი ლამაზი მანქანური გრავირება, თუმცა იარაღი არ არის side lock-ის სისტემა, ეს არის box lock-ის სისტემა, უბრალოდ ეს დაფის ფირფიტები სილამაზისთვის აქვს დამატებული. იარაღს აქვს V-სებრი ზამბარები და მას აქვს 2 სასხლეტი 1 სასხლეტის ნაცვლად. იარაღს კომპლექტაციაში მოყვება 5 საცვლელი ჩოკი და პლასტმასის кейსი. ჩოკების სტანდარტი არის 51 მმ-იანი Beretta Benelli mobile ტიპის. იარაღს აქვს ესეთი სამიზნე თამასა, ლატუნის შუქშემკრები. ახლა ვნახოთ იარაღი მეორე მხრიდან.
მოკლედ მეგობრებო, ეს არის ამიარაღის ჩამკეტი სისტემა და ჩამკეტი მექანიზმები. ეს მოდელი აღჭურვილია სამაგი ჩამკეტის სისტემით, რომელიც კლასიკურ მაღალი კლასის ჰორიზონტალურ თოფებში გამოიყენება. აი კონკრეტულად რისგან შედგება ეს ჩამკეტი. ესე იგი, ქვედა ორმაგი ჩაკეტვა, პერდეს სტილის ჩამკეტები რა. ლულის ქვეშ მოთავსებულ ორ მასიურ კაუჭზე, რომლებიც კალაპოტის ძირში შედიან, ქვემოდან ედება ჩამკეტ პლანკა. პერდეს ჩარჩოს, რასაც ეძახიან და ეს ითვლება ორ ჩამკეტ წერტილად. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ზედა ჩაკეტვას, რომელსაც ეძახიან გრინერის ტიპის განივ ჭანჭიქს, ესე იგი ლულების ზედა ნაწილში სავაზნეებს შორის გამოშვერილია სპეციალური ეშვი ხვრელით, რომელიც კარგად ჩანს, აი ამაზე არის საუბარი. ესე იგი თოფის დაკეტვისას კალაპოტის ზედა ნაწილიდან განივად გადის ფოლადის ჭანჭიკი, რასაც ვეძახით ეგრეთ წოდებული გრინერის ჭანჭიქს, რომელიც ამ ხვრელში ჩნდება და ეს არის მესამე უაღრესად მყარი ჩამკეტი წერტილი. ხშირად ტექნიკურ ლიტერატურაში ან მარკეტინგში მსგავსი ტიპის სისტემა, სადაც კაუჭები და ზედა დეტალი ასეთი ფორმის არის, ზოგიერთი მას 4 ჩამკეტ სისტემასაც უწოდებს, თუმცა წმინდა მექანიკური და კლასიკური გაგებით ეს არის ჩაკეტვის კლასიკური სამაგი ჩამკეტი გრინერის განივი ჭანჭიკით. ეს სისტემა მაქსიმალურად იცავს თოფს დროთა განმავლობაში ლულების მორყევისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩამკეტის სისტემა არის ამ თოფის სიამაყე და ის არის ნამდვილად საიმედო. აი ესე გამოიყურება მოკლედ ამიარაღის ჩარჩო და თავისი ჩამკეტი კბილანებით და მექანიზმით. აი ეს ამას ეძახიან გრინერის განივ ჭანჭიქს, აი ზემოთ, ხოლო აი ქვევით თუ დააკვირდებით როგორ მოძრაობს, აი ეს არის პერდეს სტილის ჩამკეტი. მოკლედ გამოსულები ვართ სასროლად, უნდა შევადაროთ ერთმანეთს ჰუგლუ 201A და იშ 58. ესე იგი პირველად ვისვრით ჰუგლუ 201A მოდელით. მას აქვს 76 სანტიმეტრიანი ლულა, ჩოკები გვაქვს სრული ჩოკი და სამწლიანი იგივე ნახევარ ჩოკი. ვისვრით მხოლოდ ამ ორი ჩოკით, რადგან გვაქვს ასევე Ιჟ-58, რომელსაც აქვს ფიქსირებული ჩოკი და მასაც აქვს სრული ჩოკი და ნახევარ ჩოკი. ესე იგი ვისვრით პირველი 7 ნომერი უკონტეინერო 32 გრამი. სამიზნის ზომები არის 6 ცალი თაბაყის ფურცელი გადამული, ხოლო მანძილი 35 მეტრი. ეს პირველი ნასროლი ჰუგლუთი 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა სრული ჩოკით. მეორე სროლა 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ნახევარ ჩოკით. ესეც მეორე ნასროლი ჰუგლუ 201A ნახევარ ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. Ιჟ-58 სრული ჩოკით 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ესეც Ιჟ-58 ნასროლი სრული ჩოკით 32 გრამი 7 ნომერი უკონტეინერო. ლულის სიგრძე 72.5 სანტიმეტრი. ესე იგი მომდევნო სროლა Ιჟ-58 ნახევარ ჩოკი 7 ნომერი 32 გრამი უკონტეინერო ვაზნა. ესეც Ιჟ-58 ნასროლი ნახევარ ჩოკი 7 ნომერი უკონტეინერო ვაზნა. მომდევნო სროლა Ιჟ-58 4-0 32 გრამი კონტეინერიანი გლავპატრონის ვაზნა, ჩოკი სრული. ესეც Ιჟ-58 ნასროლი
სრული ჩოკით 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. ესე იგი 4.0 32 გრამი საფანდი კონტეინერიანი გლავპატრონის ვაზნა. ხუგლუ 201-ა სრული ჩოკით. ესე იგი 4.0 ხუგლუ 201-ა სრული ჩოკით. 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. აი ესეთი შედეგი მივიღეთ. დასკვნები თავად გააკეთეთ, რომელი თოფი ისურს უკეთესად ამ კონკრეტულ ვაზნებს და ასე შემდეგ. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვაქვს ასეთი საინტერესო თოფი, Beretta Belmonte 1 MK2. იერაღი არის ნახევრად ავტომატური, ინერციული სისტემით აღჭურვილი. ლულის სიგრძე გახლავთ 71 სანტიმეტრი. ჭირის ტევადობა არის 4+1, ჯამში 5 ვაზნა. იერაღი არის კომფორტული, მას აქვს ესეთი წვრილი და ფორმებში გამოყვანილი ტიპჟირი, რომელიც ნადირობის დროს და სროლის დროს არის ძალიან კომფორტული და ერგონომიული. საერთო ჯამში იერაღი ტოვებს ერგონომიულობის თვალსაზრისით კარგ შთაბეჭდილებას, აქვს ასევე წვრილი სახელური, რომელიც კომფორტულია ასევე სროლის დროს და ნადირობის დროს. აქვს ესეთი კაუჩუკის ამორტიზატორი იერაღს. მოგახსენებათ ყველას, რომ ბრენდი Beretta არის იტალიური, ხოლო კონკრეტულად ეს ხაზი, Belmonte-ების ხაზი, მზადდება ესპანეთში, რადგან პროდუქცია და ნაწარმი იყოს შედარებით გაიაფებული, მაგრამ ხარისხობრივად მასალები გამოყენებული, რაც არის ძალიან მაღალი ხარისხის, როგორც ლულა, ისევე მექანიზმი. რადგანაც კონკრეტული იერაღი და კონკრეტული ხაზი არის ბიუჯეტური ვერსიები, მას კომპლექტაციაში არ მოყვება ფაქტიურად არაფერი, ისინი არიან ქარხნულადვე კარდონის ყუთით და მათ მოყვებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი ცალი 3 ჭრილიანი ჩოკი. ხოლო რაც შეეხება ჩოკის სტანდარტს, ჩოკის სტანდარტი არის Beretta Benelli მობაილ ტიპის 51 მმ-იანი ჩოკი. იერაღი გადის ყველანაირ შემოწმებას, რაც ჩნდება ევროპულ სტანდარტებში, მას აქვს დამღები, CIPS-ი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დამღები, რომელიც ადასტურებს იერაღის ტესტირებას, რომელიც მან გაიარა წარმატებით. ახლა დავათვალიეროთ იერაღის მექანიზმი და ვნახოთ თუ როგორ იშლება ის. გადავიდეთ მოკლედ იერაღის დაშლაზე. იერაღის კონსტრუქცია ისე არის მოწყობილი, რომ მის დაშლად აუცილებელი არის, რომ იერაღი იყოს ფეხზე შეყენებული, ასე რომ ვთქვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპს გამოვტოვებთ და ძალას დავატანთ იერაღს დაშლის დროს, მას აუცილებლად გავაფუჭებთ. გაფუჭდება პირველ რიგში სასმად დამცავი მექანიზმი. მოკლედ, იერაღის დაშლის დროს პირველი ეტაპი არის მისი ფეხზე შეყენება. მოკლედ, ვაყენებთ იერაღს. შემდეგ ხსნით თავსახურს. შემდეგ ტიპის ვაძრობთ და ამოხდება ლულა და მექანიზმი განცალკევდება ერთმანეთისგან. ამოვიღოთ ინერციული სისტემა ლულიდან, ვიქცევით შემდეგნაირად. მოკლედ, აი ამ პინს ვაძრობთ. შემდეგ გამოგვაქვს ნემსა, ამოგვაქვს სახელური და გამოდის ლულიდან უკვე ინერციული სისტემა. შემდეგნაირად იშლება უკვე, აი გადმოვარდა, აი აქედან გადმოვარდა ზამბარა ნემსის. აი ეს არის უკვე ინერციული ზამბარა, რომელიც არის ამ სისტემის გული. ავაწყოთ ისევ ჩვენი ინერციული სისტემა. ჩავსვათ ისევ ლულაში.
შემდეგ ვამაგრებთ აი ამ სახელურს. ნემსი და თავისი ზამბარა. მე გქცევთ ყურადღება, აი ეს ჭრილი უნდა იყურებოდეს ქვემოთ და არა ზემოთ, თორე არა იწყობა ისე ეს სისტემა. ვათავსებთ თავის ადგილზე ნემს და სვავთ აი ამ პლინს. всё, ინერციული სისტემა დაიშალა და აიწყო. მოკლედ ამ სისტემაში არ არის რეკომენდირებული ზედმეტი საპოხის საშუალების ჩარევა და შესხმა, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შემდეგ სქელდება ეს ჩვენი ზეთი და სისტემას უჭირს მუშაობა. ის უნდა იყოს ნაკლებად დაზეთილი, რომ სისტემა მიმუშაოს გამართულად. სისტემა შემდეგ მე როცა ზეთიანი არის იკრავს მტვერს, ზეთით სქელდება და უჭირს მუშაობა. ამიტომ ჯობია ის იყოს თავისუფალად შიგნიდან და მხოლოდ ზეთის თხელი ფენა კონდეს მას. ეს უკვე ლულაზე არსებული წარწერები, მოკლედ ლულის წონა არის კილოგრამი და 230 გრამი, ხოლო ლულის შიდა დიამეტრი არის 18.4 მმ. მას ასევე აქვს CIPS-ი დამღა და სხვადასხვა მარკის დამღები. ლულის სიგრძე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის 71 სანტიმეტრი, ხოლო იარაღის სრული წონა არის 3 კილო და 200 გრამი. ახლა გადავიდეთ საველე პირობებში და ვნახოთ იარაღის შესაძლებლობები. ვიწყებთ უკვე სროლებს. პირველი სროლა არის 9 ნომერი, 30 გრამი კონტეინერიანი, ჩოკი არის თავისი ქარხნული სტანდარტული 3 ჭრილიანი. მანძილი სამიზნემდე არის 35 მეტრი, 6 ცალი თაბახის ფურცელი არის გადამული. ეს პირველი ნასროლი ბელმონტეთი 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერით 3 ჭრილიანი ჩოკით. არის ძალიან კარგი შედეგი. სროლა მეორე, ვინაიდან იარაღს მხოლოდ ერთი ჩოკი მოყვება ქარხნულად. მომდევნო სროლას გავაკეთებ უკვე კიქსის ჩოკით, რომელიც არის 0.665 ინჩი გამომავალი არხის ზომით. ვაზნა არის იგივე 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერიანი. ესეც მეორე ნასროლი კიქსის ჩოკით 9 ნომერი 30 გრამი კონტეინერიანი. არის შედარებით უფრო მჭიდრო ჯგუფი, არის ძალიან ძლიერი შეჯგუფება. მომდევნო სროლა ისევ კიქსის ჩოკი 0.665 ინჩი, ამ შემთხვევაში ვაზნა გვაქვს უკვე 5 ნომერი რემინგტონის 36 გრამი კონტეინერიანი ტყვია. ხუთი ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი რემინგტონის ვაზნა. იარაღი ბელმონტე 1, ჩოკი კიქსის 0.665 ინჩი. ძალიან კარგი შედეგია. მომდევნო სროლა თავისი ქარხნული 3 ჭრილიანი ჩოკი, ვაზნა 5 ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკით ნასროლი 5 ნომერი 36 გრამი კონტეინერიანი ვაზნა. რემინგტონის ვაზნა არის ეს კონკრეტული. მომდევნო სროლა 3 ჭრილიანი ჩოკი 32 გრამი 4.0 კონტეინერიანი ვაზნა. ესეც 3 ჭრილიანი ჩოკით ნასროლი 4.0 32 გრამი კლავ პატრონის კონტეინერიანი ვაზნა. მომდევნო სროლა უკვე კიქსის ჩოკით 0.665 ინჩი 32 გრამი 4.0 კონტეინერიანი ვაზნა კლავ პატრონის. ესეც 4.0 32 გრამი კონტეინერიანი ვაზნა
კისრის ჩოკით ნასროლი, რომელიც არის 0.665 ინჩი ზომით. არის უფრო ჭიდროდ ნასროლი, ვიდრე თავისი ქარხნული ჩოკი. თუმცა ორივე ნასროლი არის ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელი. ვისურთ უკვე ტყვიებს სამჭრილიანი ჩოკით 35 მეტრზე და ვნახოთ როგორ დააჯგუფებს. ეს ტყუის შედეგი ვისროლეთ სამჭრილიანი ჩოკით 35 მეტრზე. იარაღი ისვრის ძალიან კარგად, როგორც წვრილ, ისე მსხვილ საფანს, როგორც თავის ჩოკში, ისე ამერიკულ ჩოკებში. აქვს ძალიან მჭიდრო დაჯგუფება, რაც ნადირობისთვის და ექსტრემალური პირობების დროს, მაგალითად იხსვზე ნადირობისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ იარაღით მოხიბლული ვარ და კმაყოფილი. ძალიან კარგი თოფია.